გამოდგა, რომელმაც ევროპული ფეხბურთის იერარქია სამუდამოდ შეცვალა. ნაპოლიში ის მხსნელად მოვიდა და პირველივე წელს გააკეთა ის, რაც 33 წლის განმავლობაში, დიდი დიეგო მარადონას შემდეგ, არავის გამოუვიდა, ხვიჩამ ნეაპოლს სკუდეტო დაუბრუნა, მაგრამ მისი ამბიციები იტალიას არ დასჯერდა. ნეაპოლური ეპოქის შემდეგ, კვარამ პარი სენ-ჟერმენი დაიპყრო. ის პარიზში კილიან მბაპეს შესაცვლელად მივიდა და ეს მისია ფანტასტიკურად შეასრულა. დაფიქრდით, პარიზული გუნდის მაისურით არაერთ ლეგენდას უთამაშია. ზლატან იბრაჰიმოვიჩს, დევიდ ბექემს, ნეიმარს, სერხიო რამოსს და თვით ლიონელ მესისაც კი, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ის, რაც ქართველმა შემტევმა გააკეთა. სწორედ ხვიჩა კვარაცხელია გახდა ის ფიგურა, რომელმაც პარის მათი ისტორიული ოცნება აუსრულა და ჩემპიონთა ლიგის თასი მოაგებინა. წარმოიდგინეთ სეზონი, რომელიც ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. პარიზში გადასვლიდან პირველივე წელს მან მოიგო ლიგა 1, საფრანგეთის თასი, სუპერთასი და უეფას სუპერთასი.